სოფელი ყარდა, სუთქო არ შეიძლებოდა ისეთი ამბავი იყო, ისე ყარდა. ჭიშკართან იყო ეს კაცი, დახვრეტილი. კუდარი მის ჭიშკართან ზეიდან ჭრილღორი იყო, ზეიდან დაგრული. ნუცა გიორბელიძე, ქალი, რომელმაც ბუჩა ჯერ კიდევ 30 წლის წინ აფხაზეთში გამოიარა. ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ. ერთადერთი მიზეზით სოფელი ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული. მოსაკლავად არ შეგეცოდათ? არა, ხალხი ცოდუა, მაგრამ ისინი არა. ვინ ისინი? ქართველები. ახალდაბა ოკუპანტების ალყაში 14 სექტემბრის ღამეს სპეციალურმა რუსულმა დანაყოფმა ედელვაისმა მოაქცია, რომელსაც პალაჩების იგივე ჯალათების რაზმს ეძახდნენ. ამ დროს სოფელში ქართველი მებრძოლები უკვე აღარ იყვნენ. ადგილობრივებს კი შეიარაღების ნაწილი ჩამორთმეული, ნაწილი კი ჩასაბარებლად გამზადებული ჰქონდა. მაგრამ ახალდაბელებმა დარჩენილი იარაღით ბრძოლა გადაწყვიტეს. მათ შორის იყო სოფლის გამგებელი ჯამბულ მიგინეიშვილი. დარჩენილი იყო დაახლოებით სადაც 80-მდე ავტომატი ის დაშლილი. სამი დღე დავიცავით თავი და ბოლოს მესამე ღამეს უკვე 4 წალი ავტომატის ტყვია მქონდა და სხვასაც ასე 5 და ზოგს 10. 19 სექტემბერს ოკუპანტებმა სოფელს არტილერიით შეუტიეს, რომელთან გამკლავებაც უიარაღოდ დარჩენილმა ადგილობრივებმა ვეღარ შეძლეს. მათ სოფელში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილის გაყვანა მოახერხეს, თავად კი სოხუმში ქართულ შტაბში წავიდნენ. ახალდაბაში 300-მდე ქალი და ბავშვი დარჩა, მათ შორის იყო ნუცა გიორბელიძე, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ თავი აფხაზად, ქართველი დედა კი ყრუმუნჯად გაასაღა. ასე იქცა მშობლიურ სოფელში ტყვედ, რომელმაც ქართველების გენოციდს უყურა. რაც ახლა უკრაინაში ხდება, იგივე ხდებოდა აფხაზეთში. შეხვდარიან ეს აფხაზები და შენახარო გიორგი აგობიძეო ინჟინერიო მე ვარო დაუხრეტიათ, მაგრამ თავი არ იყო. კასკა იყო დახვრეტილი ამ ხელა ჟაგანით და ჩემთან რომ იყო ვეგუაცკალი იმანიცნო ჩემბრით. ჩემბრით ვიცო იმითიც რომ ეს ონიცა ჟური გვარისო მითხრა ჩემთან გაზრდილი ჩვენ ერთ უბანში ცხოვრობდით და ქართველობის ან ქართველებთან კავშირის გამო ახალდაბელებს 25 დღის განმავლობაში წამების სხვადასხვა მეთოდით კლავდნენ. ჟვანია ხარ, აფხაზი ხარო და ქართველებთან როგორ ხარო და მისი შვილი მისი დახვრიტეს და ზევიდან ტანკი გადაატარეს. ახალდაბელები ამბობენ, რომ სოფელში მყოფი 25 მეტრის სიღრმის ჭები ამ 25 დღეში დაშრა, მაგრამ არა სიცხის გამო. მეზობელს ეზოში ქონდა ჭა, ხო და მოვიდა და ისო რა ქვია წყალი უნდა წავიღო და მე ვუთხარი ანეტა წყალი უნდა წაიღო მე ვუთხარი იქ ჭაში წყალი არა ჭაო გუგუ დაშრაო კი არ დაშრა ხალხი იყო შიგი ჩაყრილი. ქუჩაში მიმოფენილი ცხედრების ამოცნობა და აღწერა კი ამავე სოფლის ცოცხლად გადარჩენილ მკვიდრებს დაავალეს. ვის ნახავთო მკვდრებსო თუ იცანითო სახელგვარი ჩაწერეთ თუ ვერ იცანითო ის ლაგომი ჩაწერეთ უცნობი არის ასე და რა სიცნობი 20 დღის 25 დღის დაცემული იყო ახალდაბა და ზეზე გამხმარი ვაჟკაცები. ნუცა გიორბელიძეს 30 წლის შემდეგაც ზუსტად ახსოვს ნაცნობები, რომლებიც ნაწამებ ცხედრებს შორის ამოიცნო. თოლხმარი ნათელა ძიზავა და ომარი ძიზავა ორივე დახვრეტილი იყვენ აი ასე კედელთან მიწოლილი მე სახლი ხო დაუწვიათ და ისინიც დამწვარი კი არა, როგორ გითხრა, შემწვარი იყო. იმ დარბაზში იყო ჩონჩხი. თავი არ ქონდა. მარტო დამწვარი სიგრძის შავი ჩონჩხი იყო და ფეხზე, ერთ ფეხზე ქონდა შერჩენილი ჭრელი ნასკი. ბოლოს კი ნაწამები ცხედრების დამარხვაც და მათთვის წესისაგებაც ნუცას და მასთან მყოფ ქალებს მოუწიათ. ოღონდ ერთი გამონაკლისით, მათ ახლობლების დატირება არ შეეძლოთ. თქვენი მტარია და თქვენ დამარხეთო. ლაფად კარგბეყო ქვიშა იყო და ქვიშა რო დაგვეყარა და ჩემი მიწა რო იცახოიდო ხო ხედავ თქვენგან სამარხავი არ არის ეს მიწა კიდევ. ხო და ამ ქალმა უთხრა, იგი ცოტა ვერ არის რა კარგად ჩემზე უთხრა. ავტომატი უნდა ესროლა ჩემთვის ავტომატი ხო და განებეოც მოუთხა ვერ არის თავის ნორმაზეო და ასე დადისო და ასე დატირისო და იმ ქალმა გადავარჩა. ნუცა გიორბელიძეს გაუმართლა, რადგან ის აფხაზურ სოფელ ათარაში არ ყოფილა. ათარას სკოლა ერთგვარ საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს, სადაც რუსი ბოევიკები ქართულ ქალებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს 3 კვირის განმავლობაში სცემდნენ, აუპატიურებდნენ, ამცირებდნენ და კლავდნენ.
9 წლის ბავშვი, რომელსაც უთხრა ახმა 2 მეტრიანმა მამაკაცმა სკოლკოტევე ლეტო კითხა და ძევიტო ჩაილაპარაკა ამ ბავშვთან, ანუკა მოჟნა ვსტავაიო. და დედამისის შემოეხვია ამ ბავშვს და უთხრა მე წამოვალ. მე წამიყვანეთ ამ ბავშვს წაიყვანეთ. და დატოვეს ის ბავშვი და დედა წაიყვანეს. ვენერა მეშველიანი ერთადერთია იმ 300 ადამიანიდან, რომელიც ათარაში გადატანილ დღეებს იხსენებს. როგორც ახალდაბელები ამბობენ, ვინც ამ ყველაფერს ცოცხალი გადაურჩა, ახლა ფსიქიკური პრობლემები აქვს, ან მომხდარის გახსენება უბრალოდ არ შეუძლია. მოიყვანეს გაუპატიურებული და დავასვენეთ მერხები იყო, გული წავიდა და ზუსტად მახსოვს ის რუსი, რომელიც ფანჯარაზე ავიდა და წყალის რო ვიტახოდით დააშარდა ამას, აი თქვენი წყალი მოასრულიერეთ ახლა. მოსახლეობის მასობრივი მკვლელობისა და დატყვევების შემდეგ ოკუპანტებმა ჯერ სახლები გაძარცვეს, შემდეგ კი დასახლება სრულიად გადაწვეს. ახლა თუ ახალდაბას სატელიტიდან დახედავთ, ნახავთ, რომ ეკონომიკურად ძლიერი ლამაზი სოფლისგან, რომელსაც ომამდე ყვავილების ქვეყანას ეძახდნენ, უკვე აღარაფერი დარჩა. ძალიან წამწაცი სოფელი იყო. ძალიან ძლიერი სოფელი იყო. და აქ აი სახლებში ვხედავ. ომამდელი ახალდაბის გეგმა ჯამბულ მიგინეიშვილმა საკუთარი ხელით აღადგინა. მას დღემდე ახსოვს ახალდაბის ყველა ქუჩა და იქ მცხოვრები ყველა ოჯახი. რუკაზე ფერადი ნიშნებით კი იმ ომის დანაშაულების ადგილებია აღნიშნული, რომელსაც აფხაზთა კრება უკვე წლებია სწავლობს. სწორედ მათ გამოაქვეყნეს ახალდაბაში მოკლულთა სია, რომელშიც 126 მსხვერპლია, ერთმანეთზე უფრო საშინელი ისტორიებით. ბერია იოსებ, 88 წლის. ჯარისკაცებმა ვერ შეძლეს მისი ჭიშკრიდან აღლეტა და ხელი მაჯაში მოაჭრეს. შემდეგ გააქანეს ალმოდებული სახლისკენ. რამდენიმე თვლაზე წინ და უკან გაქანებით აალებულ სახლში ისროლეს და ჩაწვეს. გაბისკირია რამაზი, 35 წლის. არ დაანება მოზარდი ქალიშვილი ჯალათებს. ქალიშვილის თვალწინ სასტიკად სცემეს, აწამეს, ავტომატის ჯერი ესროლეს და მომოკვდავი საქონლის ნაკელით დაახრჩვეს. ქაჯაია რაჟდენ, 81 წლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ჰყავდათ ტყვედ აფხაზური ათარის სკოლაში. ეკითხებოდნენ, ვის მიწაზე ხარო, პასუხობდა ქართულ მიწაზეო. ამაზე პირში ტენიდნენ მიწას და აწამებდნენ. შემდეგ გამოუშვეს და როგორც კი სამშვიდობოს გამოვიდა, სული განუტევა. გაბუნია გრიგოლი, 67 წლის. მეუღლე მარიასთან და 2 შვილთან ერთად გამოჭრეს ყელი საკუთარ სახლში. თუ კი რამე გენოციდის ისტორიაში არსებობს, ყველა გენოციდის ისტორიაში ერთი გაზის კამერები არ ყოფილა აფხაზეთში, თორემ დანარჩენი ყველანაირი სისასტიკე იყო. ვალია ეს ქართული საზოგადოების, რომ ამ ადამიანებს ესე იგი სიტყვა მაინც შეაწიოთ, ხო? დამნაშავე უნდა დაისაჯოს. უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შემდეგ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე აღიარა. ამ საკითხზე მუშაობს ამერიკის ხელისუფლებაც. აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა ოკუპაციის პირობებში ევროპული ქვეყნების პრაქტიკა გაიზიაროს უმრავლესობის წევრებს ვკითხეთ. მე თავ შევიკავე ამ ეტაპზე რომ გითხრათ, რა მე განაწყვეტი პოზიცია გითხრათ, იმიტომ რომ ეს არის სხვადასხვა ქვეყნების და ზოგადად სოფლიო საზოგადოების ჩამოსაყალბებელი საკითხი. უნდა გამოცხადდეს თუ არა თქვენი ტერორისტულ სახელმწიფოდ საქართველოს. ნუ გამომეკიდები, რომ არასერიოზულ საკითხებზე მე არ ვპასუხობ. ეს არასერიოზულია, ბატონო. ახალდაბის მონაკვეთი. თქვენი კომპანია, ტელეკომპანია არასერიოზულია. რუსეთი უნდა გამოცხადდეს თუ არა ტერორისტულ სახელმწიფოდ, ბატონო ანდრი, თქვენი აზრით. კომიტეტი და მე იმას, რაზეც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვერ ან არ საუბრობენ, ამბობენ საქართველოს მოქალაქეები. აღიარა ფილოსოფიურად ტერორისტია. თავისი არსებობით უკვე ტერორისტული სახელმწიფოა, ან თავისი გაკეთებული საქმეები. მეტი კი არ ვსუკეთებენ ტერორისტების საქმეებს. ჩაოლებრივად გადაუარეს უკრაინას. რამდენი ქართველი სისხლი დაღვარა. ძალიან ბევრი დანაშაული მიუძღვის ჩვენ წინაშე რუსეთს. ახლა კი არა თავის დროზეც უნდა ვეღერებინა უფრო ადრე და ეხლა გვაქვს ამის შანსი. ომის დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე და უკრაინაში ასაკეთებენ მაგაზე მითხრობას. რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა, რომელმაც 1993 წელს ახალდაბაში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოაწყო. ახლა როცა ამის თქმელად ყველაზე სათანადო დროა ხელისუფლება დუმს. ნუცა გიორბელიძეს კი ქალს, რომელიც საკუთარ სოფელში რუსეთმა ჯერ ტყვედ, შემდეგ კი მესაფლავედ აქცია, დღემდე ერთადერთი ნატრა აქვს. ერთი გამარებია ჩემ ქუჩაში.
აი ამ ცხოვრებიდან, რასაწყობიდან რაც ხონდა, აი ეს გაგვაჩნია მარტო. 7 ჯო. ეტი არა. და მოგონება.